სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 128 სეზონს პრემიერით შეხვდა. ტენესი უილიამსის ნაწარმოები უეცრად გასულ ზაფხულს რეჟისორმა ჯეისონ ჰეილიმ დადგა. პიესა ფსიქოლოგიური დრამაა, რომელშიც მოქმედება 1930-იან წლებში ახალ ორლეანში ვითარდება. დიდარი ქვრივი ქალბატონი სახლში ექიმს პატიჟებს და მას თავისი ვაჟის სებასტიანის შესახებ უყვება, რომელიც გასულ ზაფხულს უეცრად გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ქალი ექიმს თხოვს ლობოტომია გაუკეთოს მის ნათესავ გოგონას, რომელიც სებასტიანის სიკვდილის ერთადერთი მოწმეა. გოგონა კი იმ სიმართლეს ყვება, რომლის მოსმენაც არავის სურს. სპექტაკლში მონაწილეობა აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ბლოგერმა მსახიობმა ნინო პაპავა მიიღო, რომლის შესრულებამ მაყურებელში დადებითი ემოციები გამოიწვია. მსახიობების ოსტატური თამაში მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. Появилась возможность сыграть в этом спектакле. მომეცა შესაძლებლობა მეთამაშა ამ სპექტაკლში. ძალიან ღელავდი, რადგან ამჯერად თამაშობდი მილენას გარეშე. ამიტომ მქონდა მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა. მივიღე გამოცდილებაც, რადგან თამაშობდი ასეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად. დიდი მადლობა მათ. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დევნილობაში ყოფნის 30 წელი შეუსრულდა. ამ თარიღს ის საერთაშორისო მიღწევებით შეხვდა. ეს სპექტაკლი მომავალ წელს ამერიკაში, ტენესი უილიამსის სახლ-მუზეუმში დაიდგმება. ძალიან გახარებულები ვართ, მთელი დასი. მე პირადად ძალიან საპასუხისმგებლო იყო დღევანდელი დღე, დღევანდელი პრემიერა. ეს არის არა მარტო იმის გამო, რომ საერთაშორისო პროექტია და ჩვენ უახლოეს მომავალში ამ სპექტაკლს ვაჩვენებთ სტამბულში, შემდეგ ბოსტონთან ახლოს პროვინსტაუნში, არამედ იმიტომ რომ ეს პირველად შედგა თეატრისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, საელჩოს შორის ესეთი ძალიან საფუძვლიანი თანამშრომლობა და ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რო არ ყოფილიყო განათლების და კულტურის სამინისტრო, ასევე ბატონი რუსლან აბაშიძე პირადად ჩართული ამ საქმეში. უახლოეს მომავალში პირდებით უფრო მაგარ სპექტაკლებს და უნიკალურ სპექტაკლებს, უნიკალურ ტექსტებს ვეძებთ ჩვენ. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ განსხვავებულები ყველასგან და არა მარტო საქართველოში. და ეს არის აი ეს ფაქტი სახეზე. სპექტაკლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა.